არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციას ხელმძღვანელს მთავარ პროკურატურაში დღეს დაკითხავენ. საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის საქმე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ აღძრა. საქმე ეხება სასჯელახსოვრების სამინისტროს მიერ კვებით მომსახურებაზე გრაფით საიდუმლო დოკუმენტაციას, რომელიც ბაჯალიძის მტკიცებით საიდუმლო არ უნდა იყოს. მისი თქმით, საქმეში მაღალი თანამდებობის პირების კერძო ინტერესი იკვეთება. შეაჩერე კორუფციას წევრების თქმით, მინისტრი კახიშვილი მათ უკვე შეხვდა და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. მივაწოდეთ ამ უმწურავი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იცით არის სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და რეესტრი ჯიზე და ეთყობა გადაწყვიტეთ რომ შეიცავს მართლაც კორუფციის დიდი რისკის ხელშეკრულებებს და ამიტომ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უკვე როგორც ექსპერტის და როგორც მოწმის სახით უკვე უნდა მივცეთ ჩვენება. რატო დაედო გრიფით საიდუმლოს საერთოდ კვებით მომსახურებას? რა იყო წინაპირობა, როცა წინა წლების განმავლობაში ამის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა? ბატონმა მინისტრმა ჩვენ წარმოგვიდგინა თავისი რეფორმების შესახებ ინფორმაცია. ამავე დროს გარკვეულ საკითხებთან მიმართებითაც იყო ლაპარაკი, რომლებზეც ჩვენ პრეტენზიები ჰქონდა. მან ახსნა, რომ ეს იყო განპირობებული მაღალი რისკით. იმიტომ რომ რაკის სასჯელახსოვრების სამინისტროში პატიმრების კვება შეიძლებოდა საბოტაჟის მიზეზი გამხდა, საფუძველი გამხდარიყო. ავტოავარიაში დაღუპული რუსი ტურისტის ოჯახის წევრები